მე ვფიქრობ, რომ ტრამპს უნდა დაეჩვენებინა, რომ ის ამცირებს ზელენსკის. როგორც ჩანს, ესე უნდა დაამტკიცოს, რომ ამერიკას კვლავ გახდის დიად. ცუდი გზა არის ჩემი აზრით და მე მგონი პირიქით პროცესი შეიძლება დაიწყოს. ტრამპის ამ საქციელმა შეიძლება სათავე დაუდოს ძალიან მძიმე პროცესს, როდესაც დასავლეთის ჩამოვარდნა მოხდება აი ამ პედესტალიდან. ცუდი იყო ის, რომ ამერიკელებმა ცუდად გაითამაშეს ის, რომ ზელენსკისთვის დაებრალებინათ მოლაპარაკებების ჩასვლა. წერდი, რომ მთავარი ამოცანა ზელენსკის იქნება, რომ მას არ დაბრალდეს მოლაპარაკებების ჩასვლა. ხო და გამოდის რომ ვერ შეასრულა ეს ამბავი. ხო, რა თქმა უნდა, ვერ შეასრულა. ზელენსკის ეუბნები მსოფლიო ომში მითხრევ, ზელენსკი დაესხა თავს რუსეთს. ხლა ეს რაც მოხდა გუშინ. ამის ვერ როგორ წარმოგიდგენიათ ხა უკრაინის ბედი როგორ შეიძლება განვითარდეს? უნებრივია ტრამპი თუ განუდგა ევროპას და განუდგა ამ ერთიანი დემოკრატიული სამყაროს ლიდერობას, კლიანად იცვლება კონფიგურაცია, ხო? ხა ჩვენ გვაქვს განსაცდელი, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ამდენ შეიძლება თუ უკრაინის კონფლიქტი რო გადაწყდება და იქ რაღაც უსაფრთხოების გარანტიებს ალბათ მიიღებს უკრაინა, აქ ჩვენც აღმოჩნდეთ ამ პაკეტში. რა გინდა? არ ჩანს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რჩება უსაფრთხოების კლუბის გარეშე. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. იმან რაც პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ასეთი რამ აქამდე არავის სტუმარ ჩასულ პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში საქმის გარჩევა მოუწყო. ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება ხელმოუწერელი დარჩა. ზელენსკი ამერიკიდან ხელცარიელი დაბრუნდა. ახლა მთელი მისი იმედები ევროპას ემყარება. გამოიჩენს თუ არა ევროპა ლიდერობას, რა ბედიელის უკრაინას და რა ბედი გველის ჩვენ შეცვლილი მსოფლიო წესრიგის პირობებში. ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენი გადაცემის სტუმარს, პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს. მოგესალმებით, რატო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს შაბათია, როცა ამ გადაცემას ვწერთ, ამას ხას იმიტომ უსვამ, რომ გადაცემა ხვალ გადის და ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, რომ არ ვიცით ხვალ რა მოხდება. ამ გადაცემას ვწერთ იმ ფონზე, რაც მოხდა გუშინ ოვალურ კაბინეტში ვაშინგტონში, როდესაც ზელენსკის და ტრამპს შორის ფაქტობრივად უპროცენტო რამ მოხდა, ესეთ ოვალურ კაბინეტში ასეთ რამ არ მოხდა რა, კამერების წინ მასპინძელი პრეზიდენტი და ჩამოსული პრეზიდენტი დებატები გამართეს. ფაქტობრივად შეელაპარაკდნენ. მოდი ამ ბოლო ინციდენტით დავიწყოთ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და ყველა ამაზე საუბრობს, როგორ შეაფასებთ რა მოხდა რეალურად. მესმის, რომ მთელი ევროპა უჭერს მხარს ზელენსკის და სოლიდარობას უცხადებს. ამერიკაში ისეც ფიქრობენ, ასეც ფიქრობენ. თქვენ როგორ გონიათ, ხომ არ იყო ზელენსკისგან ზედმეტი მაგალითად ის შეპასუხება და ხო არ უნდა გაეტარებინა ვიცე-პრეზიდენტის ის გამონათქვამი და ასე შემდეგ, ანუ უფრო მეტი დიპლომატია ხომ არ უნდა გამოეჩინა ასეთი მოსაზრებების მოვისმინეთ. მადლობა მერაბ ამ დღევანდელი შეხვედრისათვის. პირველ რიგში ფაქტი, რომ ბოლომდე თქვათ, იქ უარესი გაგრძელება იყო კიდე, როდესაც გავიდნენ ოვალური კაბინეტიდან, მოლაპარაკება აღარ შედგა, ანუ ზელენსკი და მისი გუნდი დატოვეს ცალკე ოთახში, თვითონ შევიდნენ, ისაუბრეს და მერე დაავალა თავის ერთ-ერთ თანამშრომლებს, რომ შესულიყო ზელენსკისთან და ეთქვა, რომ დაეტოვებინა მას თეთრი სახლი. არ ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი და ვენსის ქცევა შემთხვევითი იყო. ვენსის წარმერთან შეხვედრაზეც, ინგლისის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც ახლობთ იგივე თუმცა სტრამერმა მოითმია, ასე თქვა. ხო და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი იყო, იმიტომ რომ ტრამპს თუ არ უნდა რომ ვენსი ასე მოქცეულიყო, ესე არ მოიქცეოდა ასე ელემენტარულად. მე ვფიქრობ, რომ ტრამპს უნდა დაეჩვენებინა, რომ ის ამცირებს ზელენსკის. მას ძველი ანგარიშები აქვს ზელენსკისთან, იმიტომ რომ ის ზელენსკისგან ითხოვდა თავის დროზე, როდესაც წინა საპრეზიდენტო კამპანია იყო ბაიდენის შვილზე კომპონომატებს, რაც ზელენსკიმ არ გააკეთა.
და ამის შემდეგ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და საერთოდ არაფერ შუაში არ იყო ეს შეხვედრა და როგორ მოიქცა აქ ზელენსკი, ჩვენ მანამდე ვნახეთ ხო ტრამპის განცხადებები, ზელენსკი დიქტატორია. ხო, მე უარყოფი განცხადებები. მე ზელენსკი რო ჩამოდიოდა საუკეთესო პრეზიდენტია უკრაინისო და ასეთ თითქოს მანამდეც იყო, ხო, საარჩევნო კამპანიის დროსაც ის საკმაოდ ისე აგდებით იხსენიებდა ზელენსკის კლოუნი და ბაიდენზე უარესებს ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპს არ სურს ზელენსკისთან მეგობრობა და პირიქით ტრამპს სურს დაამციროს ყველა პატარა ქვეყნის ლიდერი. მე მინდა ერთი ფაქტი გაგახსენოთ. ძალიან გულში მოხვდა მაშინ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და ის სურათი, რომელიც გამოქვეყნდა. კვირიკაშვილის ვიზიტი. გახსოვს ის სურათი? სურათი მახსოვს. დავიჟარე ტრამპი და ფეხზარდღარი კვირიკაშვილი, ყველა დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა. რამდენიმე ლიდერთან გააკეთა ეს პატარა ქვეყნის ლიდერთან ეს ტრამპმა და ერთ-ერთი საქართველო იყო. მაშინ საერთოდ მე როგორც მახსოვს ვიცე-პრეზიდენტს ხდებოდა. არა, ეს სურათი გამოქვეყნდა. კაბინეტში შემოვიდა ვიცე-პრეზიდენტის ტრამპი მე. ანუ დამამცირებელი ფორმატი იყო, სხვათა შორის ბევრმა აღნიშნა მაშინ ევროპაშიც იმაშიც, რომ რაღაცა ეს ამ ადამიანის ეგოს გამოხატულობა არის ასეთი, მაგრამ ეს არის ახლა რაც არის. მე არ ვფიქრობ, რომ ზელენსკის რომ მოეთმინა ის რამეს მოიგებდა. აი, მაინც იგივე იქნებოდა, იგივე დამცირება იქნებოდა და მაინც რაღაცა მიზეზს გამოძებნიდა. ანუ ტრამპს თუ სურდა რომ ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებაზე, ზელენსკი დარჩა იმ საღამოში ვაშინგტონში და გამოწერა კიდე იყო შეაძლებელი. მაგრამ აი ტრამპს სურდა ესეთი დამცირება, როგორც ჩანს ესე უნდა დაამტკიცოს, რომ ამერიკას კვლავ გახდის დიაც. ცუდი გზა არის ჩემი აზრით და მე მგონი პირიქით პროცესი შეიძლება დაიწყოს 50 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხო 70 წელი, 80 წელია გასული. იყო არსებობდა დასავლური სამყარო ამერიკის ლიდერობით, რომელიც გარკვეულ იდეალებზე იყო დაფუძნებული. ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული ჰქონდა, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა ხდებოდა ისე, რაც ამ იდეალების გარეთ იყო, მაგრამ მათ ჰქონდათ გარკვეული მორალური უპირატესობა, იმიტომ რომ ისინი სამართლიანობას და დემოკრატიას გადაგებდნენ. ტრამპის ამ საქციელმა შეიძლება სათავე დაუდო ძალიან მძიმე პროცესს, როდესაც დასავლეთის ჩამოვარდნა მოხდება აი ამ პედესტალიდან. ანუ თუ კი დასავლეთი არ დგება იმის მხარეზე, ვინც ამერიკა პირველ რიგში, რომელიც დასავლური სამყაროს უპირობო ლიდერი იყო, ხო? არ დგება დაჩაგრულის მხარეს, იჭერს აგრესორის მხარეს. მაშინ მე მხარი არ მინდა ვიყო, მემაძალებთ რომ უკრაინის მხარე ვიყო, მე მინდა ვიყო მშვიდობის მყოფელი, ასე თქვა, ანუ შუამავალი უნდა. ბევრი რამე შეიძლება თქვას ტრამპმა, მაგრამ ფაქტია არსებობს აგრესორი და არსებობს აგრესიის მსხვერპლი. და შენ რო გააქვს სოფლიო წესრიგის, ასე ვთქვათ, მთავარ აქტორობაზე პრეტენზია, შენ ამ შემთხვევაში როდესაც აწყობებ, რომ მხარე არ მინდა ვიყო და შენ მხარე ხარ მაშინ. ოღონდ შენ თუ არ გმობ აგრესორს, შენ აგრესორის მხარდამჭერი მხარე. აი დაახლოებით ისეთი ნეიტრალიტეტია ეს გაეროში, რომ აფხაზეთის საკითხზე იყო თუ არა, უნდა დაბრუნდეს თუ არა ტოლვილები, ნეიტრალურად რო აძლევო. რას ნიშნავს ახლა ნეიტრალურად? არ უნდა დაბრუნდეს, არ უნდა დაბრუნდეს, ხო, მაგრამ თავსი რო იკავებენ, ხო? აი შეიძლება ბურკინა-ფასომ შეიკავოს, საქართველოს შეიკავოს. შენ რო ხარ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც გააქვს ლიდერობის პრეტენზია, ასეთ ვითარებაში მე მხარე არა ვარ. მხარე არა ხარ საომარი მოქმედების მაგას ამბობს ტრამპი, ხდი? ძალიან დიდი ბავშვი მშვიდობაზე როგორ ლაპარაკობენ ამერიკის პრეზიდენტებმა, ამერიკის ისტორიას გადახედონ, როგორ ლაპარაკობდნენ ამერიკის პრეზიდენტები მშვიდობაზე. და ბევრგან არ იქნებოდა მშვიდობა, ზუსტად ისე რომ მოქცეულობდნენ, როგორც ტრამპი მოიქცა. მათ რომ მხარე არ დაეჭირათ სუსტისთვის და იმისთვის, ვის იჩაგრებოდა და არ დაეცვათ ის პოლიტიკურად, მაშინ მშვიდობა არ დადგებოდა. მხარე არა ვარ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შენ მაშინ არ არჩევ ერთმანეთს, ვინ არის აგრესორი და ვინ არის მსხვერპლი.
და თუ აგრესორს მსხვერპლს თუ არ აქცევ ყურადღებას და ასე არეგულირებს, საკითხებში აგრესორი ყოველთვის მოგებულია, იმიტომ რომ შენ ჯდები მხარე არა ვარ და აი ნულოვანი სიტუაცია, აი ახლა რაც არის, ამაზე ვიწყებ მსჯელობას და ახლა რაც არის, როგორ ეწყებ იმაზე მსჯელობას. მაშინ ხო ამ აგრესორმა რაც შეიტყაპუნა, ეს მისია, ხო? თუ შენ მხარე არ ახარ და საერთოდ შეფასებას არ აძლევ იმას, რომ აი ამ ორ ქვეყანას შორის ვინ არის დამნაშავე და იძახი, რომ არ მაინტერესებს რა ხდებოდა, ხო ამას ამბობს, არ ვიცი, არ მაინტერესებს წინა პრეზიდენტების დროს იყო ბუშიო, ობამა ისე არ მე ვერ გამბედავს და მოდი ნულიდან დავიწყოთ. ნულიდან დავიწყოთ რას ნიშნავს? ნულიდან დავიწყოთ ნიშნავს იმას, რომ ყრიმი მისია, ეს ტერიტორიები მისია, აქიდან იწყებ. ეს ხარე არ ახარე, მაშინ გამოდიხარ აგრესორის ხარე. ხო, თან მეორე პრობლემა არის და მე მგონი ვერ ხვდებიან. ცუდი იყო ის, რომ ამერიკელებმა ცუდად გაითამაშეს ის, რომ ზელენსკისთვის დაებრალებინათ მოლაპარაკებების ჩასვლა. ჩემი აზრით შეიძლება ეს გუშინ საერთოდ თურქეთში შეხვდნენ გუშინ მხარეები ერთმანეთს, ამერიკელები და რუსები. სიამოვნებაში პრობლემა იმაში იყო, რომ იმას რასაც ტრამპი ამბობდა, რომ აი ახლა ნულოვანი დავიწყოთ მუშაობა, ნულოვანი მდგომარეობა, აი გავყინოთ ეს მდგომარეობა და აქედან დავიწყოთ საუბარი. რა თქმა უნდა, უკრაინას არ ატყობდა, მაგრამ პუტინისთვის ეს სიკვდილი იყო. პუტინისთვის ეს სიკვდილი იყო, იმიტომ რომ ფაქტურად გამოდიოდა, რომ სამი რეგიონი, რომელიც მან შეიყვანა რუსეთის შემადგენლობაში კონსტიტუციაში ჩაწერა და კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვს მათ, რომ გასხვისება ტერიტორიების აკრძალულია, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც შეეძლო დაედო პუტინს უკრაინასთან, ანუ ამერიკასთან ამ მნიშვნელობა აქვს, სადაც ეს ტერიტორიები არ იქნებოდა მისად მიჩნეული, ეს ხელშეკრულება და შეთანხმება ანტიკონსტიტუციური იქნებოდა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად პუტინს პასუხისმგება მოუწევდა იმ შეიარაღებულ ხალხთან, ისთვის დაიწყო. და მართლა დაიწყო 200 სოფლის დასანგრევად და სამი პატარა რაიონული ცენტრის ასაღებად, არა ხო? 3 წელი რა შეაკლე 1 მილიონამდე არის დაღუპული და დასახიჭრებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ქცევა შეიძლება მოგებული ვერ გამოვიდოდა, ხო? არა, მოგებული კი არ გამოვიდოდა, ფეხებით დასაკიდე გახდებოდა რუსებისთვის, იმიტომ რომ შედეგი რა იმედებიც ჰქონდა პუტინს და რისთვისაც იწყებდა ომს, იმისთვის კატასტროფული აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ერთი საოლქო ცენტრი იმ ოლქებიდან, რომელიც მან შემოერთებულად გამოაცხადა, ის სამხედრო თვალსაზრისით მას ვერ აკონტროლებს და ვერ გააკონტროლებს. და ასეთ ვითარებაში საომარი მოქმედებების შეჩერება ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა სწორედ იმ ნაციონალისტურ პუბლიკაში. ჩვენთან ვინც არიან ვთქვათ პრორუსული განწყობილები და გამხელისუფლების მომხრეებიც რატომღაც ყველანი ამბობენ, რომ აი თუ ესე დამთავრდა, ახლა გამოდის, რომ რუსეთმა მოიგო და ჩვენ ხო ვამბობდით, რომ რუსეთმა მოიგო. რუსეთი მოგებული დარჩა და ვამბობდით, რომ უკრაინა ვერ მოიგებს, რუსეთის დამარცხება შეუძლებელია და ასე შემდეგ. დღეს რო ესე დასრულდა, მართლა როგორც არის, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა მოიგო ეს? არა, კაცო. რას ნიშნავს ახლა? ხო, ფაქტებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. კაცმა შეიყვანა ზაპოროჟიე, დონბასი და დონეცკი და ლუგანსკი რუსეთის შემადგენლობაში. ზაპოროჟიე და ხერსონი დამატებით, ხო? ზაპოროჟიეში საზღვართან არ არის ოლქის მისული, არათუ აღებული აქვს რაიმე, საზღვართან არ არის მისული, ხერსონი აღებული ქონდა და გააძევეს უკრაინელებმა, ანუ ხერსონის ოლქს ვერ აკონტროლებს. ლუგანსკი და დონეცკი, რომელიც ასევე შეყვანილი აქ ადრე რუსეთის შემადგენლობაში, იმასაც ვერ აკონტროლებს სრულად. ანუ მას უწევს ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგობაში იქნება, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულებაში ეს ტერიტორიები მისად არ დაფიქსირდება. ეს კონსტიტუციით არის აკრძალული და არის სიცოცხლესამართლის დანაშაული, ვინც ამას ხელს მოაწერს. ეს რომ ეხლა რუსული პროპაგანდა ცდილობს რომელნაირად ეს სალავიოვები ოღონდ პროპაგანდის ნაწილი უკვე აი სალავიოვი აბსოლუტურად არ გაწყვეტილი ვინც არის, ანუ ხარი დაუჭირონ რომელნაირად სამშვიდობო შეთანხმების დადებას ნებისმიერი სახით.
ეს ფაქტია, მაგრამ ნახეთ რა ხდება იმ Z კანალებში, რომელსაც ცოტა ხნის წინ იგივე კრემლი აფინანსებდა, ხო, რომლებიც აი ამ სამხედრო აგრესიის მხარდამჭერები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი გაწოფებულები არიან და წერენ, რომ ეს იქნება ახალი გარიგება, რომელიც რუსეთის ტერიტორიებს დააკარგვინებს. იმ ტერიტორიების დაკარგად ცვლიან. თუ კონსტიტუციაში მიწერია, რომ ეს ჩემია. ჩემია ზაპოროჟია. ხო, ანუ კარგავ ტერიტორიებს, ხო, შეთანხმებით რა. არ ვლაპარაკობ იმას, რომ ეს 60-ანა იყო უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა. უკრაინის კი არა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ისი ჯარი დგას რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქი ვერ გაწმინდეს. ამ მდგომარეობაში არის ეს ყველაფერი, წარმოიდგინეთ, რომ კურსკის ოლქი რომელიც ძალიან პატარაა და სულ დაახლოებით 10,000-იანი კონტინგენტი არის უკრაინის შესული, როტაციას გადის. ისიც კი ვერ გაწმინდეს რუსებმა, რა მოგებაზეა ლაპარაკი, ხო? ახლა პუტინს გამოცხადებული ქონდა, რომ მიზანი ქონდა 3, ერთი ნატოში არ შესვლა, მეორე იყო დემილიტარიზაცია უკრაინის და დემილიტარიზაცია კი არა, უფრო მეტი ჯარი ყავს უკრაინის, უფრო მეტი შეერაღება და მესამე დენაციფიკაცია, რაც გულისხმობდა ზელენსკის დამხობა. ზელენსკი ისე იქ ერთადერთი ნატოს თემა, ახლა ნატოს თემა თავიდანვე საიჭო იყო, ხო? ახლა არავინ არ ამბობდა, რომ დღეს დახმარება უკრაინა. ხო, მაგრამ ნატოზე უარესი შეიძლება მიიღოს, ხო? თუკი რუსეთს თუკი რუსული გადასახედიდან მე არ ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ჯარის ყოფნა, თქვა ნატოში შესვლა რუსეთის რაიმე საფრთხე იქნებოდა, ჩემი აზრით ეს მოგონილი თემები იყო ყოველთვის იმისათვის, რომ რაღაცა თავისი ისევე როგორც აი მრავალპოლარულობის თემა, ხო, რომ არ მინდა ერთპოლარული და ერთი სიამდვილეში მრავალპოლარულობის ქვეშ რუსეთი რას გულისხმობდა, ხო, ძველებური მე-19-20 საუკუნის პირველი ნახევრის გავლენის სფეროების გაყოფას, ანუ ისე უნებოდა რომ მე ეს ჩემი ბოდიში და კუსოკია და ეს დამიტო ეს იყო მრავალპოლარულობა და არა ის რომ რაღაცა მორალურად მიუღებელი იყო ის რომ ვიღაცა პირველია და ვიღაცა მეორე. ეს ეგეთი თემა იყო, ხო, რომ მე არ მინახავს ახლა ევროპაში საფრანგეთს ომი დაეწყოს, ანუ ანუ ნატოს რომელიმე ქვეყანას კაი თავგავანებოთ. ამას ფაქტი ერთია, რომ ეს თემა, რასაც იძახდა პუტინი, რომ მე არ მინდა უცხო ქვეყნის ჯარი იდგეს, ტრამპის მოლაპარაკება ევროკავშირთან ისე მიდიოდა, რომ ტრამპმა უარი ვერ უთხრა ევროპელებს. იმაზე, რომ მათი ჯარები დადგებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა, ხო? ინგლისს უთხრა უარი იმაზე, რომ ინგლისმა უთხრა ჩვენ ჯარი თუ დადგება ნატოს წესდების შესაბამისად დაგვარტყეს დახმარებას, ამაზეც კი არ გასცა პასუხი. ასეთი რამე არ მოხდა რა ნატოს ისტორიაში. და რუსეთის როგორ იყო გამარჯვება, თუ კი ეს ხელშეკრულება გახურდებოდა ევროპის ქვეყნების ამ ნატოს ქვეყნების ჯარები დადგებოდნენ და ისინი მისცემდნენ გარანტიას უკრაინას, ხო, მათ ქვეყნების ჯარები დადგებოდნენ. ყველანაირი მარცხი იქნებოდა, ყველანაირი მარცხი იქნებოდა. მოლაპარაკებთ თქვენებოდა, რომ მოლაპარაკებთ ჩაშლა უნდა რუსეთს და გამოიყვანეს ისე ამერიკელებთან ერთად, რომ ვითომ ზელენსკიმ ჩაშალა. კი, ყავშულ გუშინ მეთქმა მაშინ ზელენსკის ის ვენსის გამოსვლა. გუშინ წერდი, რომ მთავარი ამოცანა ზელენსკის იქნება, რომ მას არ დაბრალდეს მოლაპარაკებების ჩაშლა. ხო და გამოდის რომ ვერ შეასრულა ეს ამბავი. ხო, რა თქმა უნდა ვერ შეასრულა, მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ თუკი ამერიკას სურდა რომ მოლაპარაკება არ შემდგარიყო, მოლაპარაკება არ შედგებოდა. ანუ ხელს იმ დოკუმენტს არ მოაწერდა, ამიზეს ბოლოში იტყოდა რომ აი რაღაცა ეს ფრაზა არ უნდა იყოს ეს ფრაზა. ზალით შეუძლებელია. ზელენსკის არ დაბრალდებოდა. არ ვიცი, მაინც მოახერხებდნენ რაღაც. ძალიან რთულია დღეს ამის შეფასება. რა თქმა უნდა შეიძლებოდა რომ სხვანაირადაც მოქცეულიყო, თქვა თვითონაც Fox News-თან ინტერვიუში ამაზე, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მოხდა ისაც მოხდა და მთავარი მიზეზი ეს იყო რომ ჩემი აზრით რომ რუს დღეს არანაირად არ ჩნდებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა და რუს არანაირად არ აწყობდა ის რომ დაფიქსირებულიყო ის საკითხები, რაზეც შეთანხმებას მიაღწიეს მაკრონთან ვიზიტის დროს ამერიკამ და ევროპამ, რაც ნიშნავდა იმას, რომ სამშვიდობო თუკი ხელშეკრულება იდებოდა უკრაინაში განლაგდებოდა სამშვიდობო ძალები ევროპელების.
ბატონო, მაგრამ რაც მარცხი იყო რუსეთის ნახეთ რას ეუბნებოდა ზელენსკის, რომ შენ არ აგაქვსო კარტებანო, ჩვენ ენაზე ვთქვათ კოზირები არ აგაქვსო, ომში ხარო, შენ ცუდ გუბერნატორში ხარ, ჩემს გარეშე არაფერს არ წარმოადგენდა, ნუ რატომ მიწევ წინააღმდეგობას მე მინდა მშვიდობა და ასე რასაც მე გეტყვი, დაახლოებით ამას ეუბნებოდა ისმა. მისი ხედვა არის ცხოვრებისეული ესეთი და ცდილობდა ამის გაკეთებას. ზუსტად იმის გაკეთებას, რომ ეჩვენებინა ამერიკელებისათვის, რომ აი მე ვარ სოფლიოს მმართველი და რასაც ვეთქვი იმასა და გაბრაზდა იმაზე, რომ ეცა დაინახა, რომ ზელენსკი არ დაემორჩილა. და ზელენსკიმ აქეთ პრეტენზიები წამოაყენა იმაზე, რომ 300 მილიონი არ არის, 300 მილიარდი არ არის, გამოქვეყნდა ხო ეს ციფრები უკრაინელებს თავი გავანებოთ, გერმანელებმა გამოაქვეყნეს. 267 მილიონიანი დახმარებიდან 130 მილიარდი დახმარებიდან 130 არის ევროპის და 137 არის ამერიკის. ანუ რაღაცა 9-ჯერ მეტი დავეხმარეთ და 5-ჯერ მეტი და 4-ჯერ ანუ კაცზე უბნებიან ხო ციფრები და თავის სამინისტროებმა დაუდეს ხო რიცხვები რამდენი არის დახმარება. მაინც 350 მილიარდი ძახის რა. ანუ ნუ ის არის რა ასეთი აირჩიეს პრეზიდენტად ყველაფერს ვერ იზამ. ხო, და კიდევ ერთი რაც უთხრა მნიშვნელოვანი იყო, რომ შენ მესამე მსოფლიო ომში ეთამაშებია. ხო, ასე გამოვიდა, რომ მესამე მსოფლიო ომში გვითრევა. რა, ომი არ მინდა თემატიკა. ჩვენთანაც იგივე არ ხდება. ზელენსკის ეუბნები მესამე მსოფლიო ომში მითრევ, ზელენსკი დაესხა თავს რუსეთს. კარგი თუ იმ ვერსიას იძელებ, რომ ზელენსკი წააქეზეს და ამის რუსები ხო ამას იძახდა, რომ ზელენსკი არის ამერიკელების სათამაშო და ხო მაგრამ მაშინ ამ მსოფლიო ომის, მესამე მსოფლიო ომის მაპროვოცირებელი ვისი სათამაშოც იყო ზელენსკი ის ყოფილა ანუ თავად ამერიკელები არიან. ნუ წინახება ადმინისტრაცია ბაიდენის. ადმინისტრაციებზე ასე მარტივად არ არის, ადმინისტრაციებზე სახელმწიფო არის იმაზე პასუხისმგებელი, ხო? ამიტომ მისი ნათქვამები საკმაოდ წინააღმდეგობია, საკმაოდ არალოგიკურია, მაგრამ ნუ ეხლა იცი რა, აი ამ ტრამპის რჩევას ეს არის ესეთი რა. მე ვფიქრობ მართლა იცვლება მსოფლიო, ეხლა არის შანსი რომ ევროპა ჩამოყალიბდეს. ის იყო ეკონომიკური ცენტრი მსოფლიოსი ერთ-ერთი უდიდესი დაახლოებით ერთნაირი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს ევროპას და ამერიკას, ჭამურად ევროპას აღებული. სულ მოსახლეზე ევროპას რაღაცა მაჩვენებელი. ეხლა ევროპას აქვს გამოცხადა, რომ აქამდე იყო ესე, რომ ამერიკას ჰქონდა აღებული ევროპის უსაფრთხოების ამბავი საკუთარ თავზე. ეს ხათაშორის არ იყო ევროპელების მაინც და მაინც დიდი სურვილით. ნუ დაამადლიან ამერიკელები ვინმეს. ამერიკელებს ეს აწყობდათ, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი გაზარდეს საკუთარი სამხედრო წარმოება და ამით უზარმაზარი მოგებები ნახეს. მეორეც ერთი ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამ ევროპამ ორი მსოფლიო ომი დაიწყო ახლა და მოდი ვიქნები მე სამართლიანი ჟანდარმის ფუნქციით და ეს სამართლიანი ჟანდარმი არ დაუშვებს, ასე ვთქვათ, სამხედრო კონფლიქტებს. შენ როდესაც იღებ ევროპის კონტინენტზე სამართლიანი ჟანდარმის ფუნქციას, მე ნეიტრალური დავრჩები იმ დროს, როდესაც უკრაინა თავს ესხმიან, უკვე აღარ გამოდის. ანუ შენ ვარს ამბობ ამერიკელებმა ვარი თქვეს დღეს იმ ფუნქციის შესრულებაზე, რაც თავის დროზე მათ აღებული ჰქონდათ ევროპის უსაფრთხოების კუთხით. ეუთო ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია. ისთვის შეიქმნა ამერიკელები, მისი დამფუძნებლები და ერთ-ერთი ინიციატორები იყვნენ. ჰელსინკის შეთანხმება 1975 წელს ისთვის მოეწერა ხელი. იქ ხო ვალდებულებები ამ მხარეების გაწევი. 1990 წელი პარიზი ჰელსინკი 2 პარიზში როდესაც მოეწერა. იგივე ვალდებულებები არის უკვე პოსტსაბჭოთა ფაქტობრივად დაშლილი საბჭოთა კავშირის ფონდზე, ხო? ამერიკელებმა ვარი თქვეს ფაქტობრივად ეს დღეს რასაც აკეთებს ტრამპი ეს არის რომ ამერიკელების მიერ ვარი თქვა იმ ფუნქციაზე რომელიც აწლეულების განმავლობაში ეკისრებოდათ მეორე მსოფლიო ეს მათთვისაც ეს ევროპელებისთვის გასათვალისწინებელია, ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა და ჩვენ უნდა გადავხედოთ
ჩვენ შეხედულებებს ჩვენი რეგიონულ, ჩვენი უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. სხვა თემა არის, ქსელი თემა არის და ამაზე საფიქრალია სერიოზულად, მაგრამ ჩვენ ფიქრი უნდა დავიწყოთ. მარტო ნატოს გახლით აღარაფერი აღარ მოხდება. ეს არის ფაქტი. მაგრამ ვიდრე ამ ჩვენ საკითხზე გადავალთ აუცილებლად ვისაუბროთ მართლა რამდენი ეს უკრაინის საკითხი. ანუ ეხლა ეს რაც მოხდა გუშინ. ამისვე როგორ წარმოგიდგენიათ ხა უკრაინის ბედი როგორ შეიძლება განვითარდეს, რა შეიძლება მოხდეს. ანუ მარტო ევროპის იმედზე უნდა დარჩეს და დამთავრდა ამერიკასთან. ანუ ეს შეთანხმება ხაერში გამოეკიდა, ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა უკრაინისთვის. პირველი დღიდან მისი პრეზიდენტობისა თუ რამეს წერდა ვიძახი ტრამპთან რაიმეს წინასწარ დაგეგმა შეუძლებელია. ტრამპს არ უნდა გუშინ ხელმოწერა ხარჯებულების. შეთანხმების ხელმოწერა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგ ჩაშლა ეტარებოდა რუსეთს. ანუ ვერანაირ შეთანხმებას ტრამპი რუსეთთან ვერ მიაღწევდა. ან უნდა მიაღწიო რუსეთის პირობებით. ხო, რუსეთის პირობებით შეთანხმებას ვერ მიაღწევდა, იმიტომ რომ უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიების გადაცემას, ეს არ არის 38 წელი და ჩეხეთის მთავრობა, რომელსაც სხვათა შორის მაშინა ჩეხეთს ჯარი ყავდა დაახლოებით იგივე ტანკები უფრო მეტი ყავდა ვიდრე გერმანიას. მაგრამ დათმობენის მთავრობა მაშინ და დაემორჩილა მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს გარანტიები ჰქონდა მიცემული ჩეხებისთვის, ჩეხოსლოვაკიისათვის და ვალდებული იყო ის და მას დახმარებოდა. ასე დააწყენბენ ეს და დაითანხმეს მაშინ ეს ჩემბერლენი გენიოსი რო ჩავიდა და ხალხს რო იფხდნენ და რო მშვიდობა მოიტანეოდა, მე იმ მშვიდობას მოყვა 100 მილიონი მეორე მსოფლიო ომი. ხო, ნუ ასეთი კრეტინი პოლიტიკოსებიც არიან. მათ შორის ანგლო-საქსებში როლები ძალიან ჭკვიანები ჰქონდიან. უკრაინა ასეთი იდიოტების იმ მომენტში ჩერჩილი მიაჩნდა თუ დღევანდელი ოცნების ტერმინოლოგია რო ვიხმარო ომის პარტიის წევრად რომ აი ჩერჩილი და ზუსტად იგივე ეუბნებოდა სხვადასხვა ჩერჩილი ჩემბერლენი და ეს მინისტრები მისი მთავრობის ჩერჩილზე იმას რომ შენ ომი გინდაო და ეუბნებოდა რომ ომი კი არ მინდაო მე მინდა რომ ომი არ მოხდეს აუ სხვანაირად უნდა მოიქცე ამისთვის მეშინია რომ ჩვენც იგივე არ დაგვემართოს ძალიან მეშინია იმიტომ რომ აბსოლუტურად დაუცველი საქართველოს ეს რუსეთისათვის ძალიან კარგი ლუკმა არის პუტინისათვის რატომ ის თუ იქ დამარცხდა რაღაც კომპენსაცია შეიძლება დაჭირდეს რომ აჩვენოს რომ წინ ნაბიჯები გადადგა იმპერიის აღდგენისთვის და დასავლეთიდან ამიტომ დასავლეთიდან ჩამოსცილებული საქართველოს ამისათვის ყველაზე კარგი ლუკმა არის ხო მაგრამ დღეს ზეიმობენ ხო ხა ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და საერთოდ ზელენსკის აქციელი Deep State-ს დააბრალა, რომ აი როგორც ვამბობდითო Deep State-ს არ უნდა მშვიდობაო, აგერ კიდე გამოჩნდაო. შალვა პაპუაშვილი გამოდის და 2 დღეა წერს იმის შესახებ, რომ ხო დადასტურდა რომ ჩვენ მართლები ვიყავით, თორე ასე თავის დროზე რომ სანქციებს არ ანუ ის 25 თებერვალს 2022 წლის რაც თქვა, ღარიბაშვილმა ჩვენ სანქციებს ავერთებითო, ეს იყო სწორი და მართალიო და აი დღეს უკვე ყველა იმიდან ნაბიჯიდან ჩანს, რომ ჩვენ მაშინ ქვეყანა გადავარჩინეთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ყველას თავისი ინტერესები აქვსო და ბოლოს უკრაინასაც გაწერამენ და ჩვენს გაწერული აღმოჩნდებითო. ეგ არის ლოგიკა. მე თუნდაც წაგეკითხებ გუშინ ჩემ მეგობრებს ვიწერე რა იქნებოდა რაღაცა ჯგუფი გვაქვს რომელიც რაღაცებს იმაშოა. ვცდილობთ რომ გავაანალიზოთ ხოლმე ესე ჩვენთვის ვერთობით და მესიჯებიც კი ჩამოვწერეთ რომ ეს იქნება მესიჯები და ერთ-ერთი არა იმიტომ რომ ჩვენ ვარ ძალიან ჯგუფები რომ ძალიან ნათელია ეს ყველაფერი ძალიან ხო მაგრამ ბევრი შეიძლება იფიქროს რომ აი მართლაც მართლები ყოფილიყო საწყის ეტაპზე აპროპაგანდას ექნება გარკვეული გავლენა იმიტომ რომ ის შეიცავს სიმართლის ელემენტებს, როგორ აფასებს, როგორ შეიძლება შეაფასოს შენ ტრამპისნაირი პოლიტიკოსების ხედვები და პოლიტიკური ნაბიჯები და ბუნებრივია ტრამპი თუ განუდგა ევროპას და განუდგა ამ ერთიანი დემოკრატიული სამყაროს ლიდერობას, კლიანად იცვლება კონფიგურაცია, ხო? ხა ჩვენ გვაქვს განსაცდელი, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ რა გვიხარია? ხო, ეს რა გვიხარია ამ ადამიანებს და მორალზე და პრინციპებზე ლაპარაკი როა.
უთხრა რუსი რო უკრაინას დაესხმება თავზე შენ ვის მხარეს უნდა იყო ესო ვერ გაგირკვევია ამ ადამიანებს არაფერს არ გაგიარებ ნახე რომ ჩვენ რუსეთის მხარეს თუ ჩვენის გვიხარია რომ ჩვენ მართლები აღმოჩნდით ანუ ჩვენი პოლიტიკა მართლები გავისუსეთო არა ჩვენ მართლები ჩვენ მართლები აღმოჩნდით იმაში რომ რუსეთის მხარეს რომ უკრაინა ზელენსკი ცუდია ხო ეს არის ზელენსკის ლაძღვაგინებაში არის ატო ლაძღვავა მაინც ვერ გავიგება კაი ჯანდაბა ხა შეიძლება იმიტომ რომ ეს არის რა ქვია ნიშა შეიფარა ნაცები და ასე შემდეგ მაგრამ მე კიდე ცალკე თემა არის ხა ზელენსკისთან მაგრამ აი ეს ნახე მიდგომა რომ გაიწე აგერ ყველას თავისი ინტერესი აქვს გაწევა უკრაინას და თქვენ კიდე გეგონათ რომ რაღაცა დასავლეთი ჩვენს გამო რაღაცა თავს მოიკლავდა და ეს არის ეფექტური არის პროპაგანდა მიდგომა და ამიტომ ჩვენი მიდგომა პრაგმატული მიდგომა არის სწორი ხო პრაგმატიზმის საუბრობთ რა ვისაუბროთ ეფექტური არის ის პროპაგანდა რომელიც სიმართლის ნაწილში იცავს და იმაზე არის აგებული და მე იქიდან მიყავხარ სტარგზა რა თქმა უნდა ყველას თავისი ინტერესები აქვს რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებებმა უნდა საქართველოს ინტერესებით იმუშაონ ხო აქედან ეს ინტერესები უნდა დაიწეროს აი აბსოლუტურად სწორი და ძალიან მეცინება ხოლმე ნერვები მეშლება კიდე ოპოზიციიდან ამაზე რო კამათობენ აი თქვენ ხარ ბიჭო კაცი მართლა ამაში არის ხშირად სისუსტე რომ ოპოზიცია ვერ ხდება იმას რომ კაცო თუ ოცნება ითქმის 2-2 4-ია შენი ოპოზიციონერობა არ ბოქსიდან ვერ გამოდის ჩვენი ოპოზიცია ხო 2-2 7-ია არ უნდა თქვა იმიტომ რომ ოცნებამ უნდა თქვას 2-2 ოცნებამ თქვა 2-2 4 ამის გამო შენ 2-2 7-იას რო ითქმის შენ გამოჩნდები სულელის როლში და არა ხელისუფლება ამით შენ ოპოზიციონერობას არ ამტკიცებ ამით ამტკიცებს რომ შენ სულელი ხარ და რამდენჯერმე დაემართა ოპოზიციას ეს იმ მესიჯბოქსში რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მას აქვს ეს ნაწილი ხო რაღაცა სიმართლეს იცახის, რომელიც ყველასთვის გასაგებია, ან როგორც ეს სიმართლე ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები უნდა დაიცვა. ამაზე რო ჭუხდა უერა ხარ რა. და ეხლა მაშინ ინტერესებზე ველაპარაკობთ რა. ჩვენ გვჭირდება დაცვა, ხო? ჩვენ არ გვინდა რომ დაგვარდოთ. როდის უფრო მეტი აქვს პუტინს იმისი ცდუნება რომ დაარტყა საქართველოს და ერთ ქვეყანას შუა აზიას ვერ დაარტყავს იმიტომ რომ იქ ჩინეთია აქედან მხარე უკრაინა მოლდოვა ნუ ის ხდება კავკასიაში აზერბაიჯანია რომელსაც დარტყა თურქეთთან უსნიშნავს და დღეს უცებ თურქეთთან უსმენგები არა სომხეთთან პირდაპირ საზღვარი არა აქვს. როგორც 2008 წელს მიუნხენის გამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავ რომ ჩვენზე ლაპარაკობ და დავარტყავ ვიღაცასო ისევ არ ეხლა დარწმუნებული რომ ერთადერთი შანსი პუტინმა თუ დაჭირდა რომ თავისი ასე ვთქვათ აი ეს მარცხი უკრაინის გამოისწოროს იქნება საქართველო და დაუცველი საქართველო ხელისუფლებას იმედი აქვს რომ თუ არ გააღიზიანებს ესე ეთამაშება მაშინ არ დაგვარდა მე ვიძახი მე არ ვიძახი რომ დაგვარდოს მე საფრთხე დაუცველი საქართველოს პირობებში უფრო დიდია ვიდრე საქართველოს პირობებში რომელსაც რაღაცა პოლიტიკური დაცვა მაინც აქვს მე ვფიქრობ რომ სასწრაფო მოლაპარაკებები გვჭირდება თურქეთთან ევროპის ქვეყნებთან სომხეთთან აზერბაიჯანთან იმისათვის რომ რეგიონალური უსაფრთხოების თემები დავწეროთ ცოტა განსხვავებულად. ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკაცრავად დავამთავროთ. ერთი მნიშვნელოვანი სომხეთ-აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტი ამოიწურა, ხო ფაქტობრივად. ანუ დღეს ჩვენ შეგვიძლია პირველად 35 წლის განმავლობაში დავიწყოთ რეგიონალური უსაფრთხოების თემებზე ლაპარაკი, ისე რომ ამაში სამივე ქვეყანა იყოს მონაწილე. საქართველოს თავში ჭკუა რო კონდეს, ახლა უნდა იყოს ამის ინიციატორი. და აი შეთავაზება უნდა გაკეთდეს გარეთაც ევროპა იქნება ეს რუსეთი, თურქეთი თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ დღეს თურქეთის დაინტერესებული თურქეთიც არ არის დაინტერესებული დღეს აქ რუსეთის შემოსვლაში, სომხეთი არ არის დაინტერესებული, იმიტომ რომ უშუალოდ ფაქტიურად მიიღო გადაწყვეტილება რომ ევროინტეგრაცია დაიწყო აზერბაიჯანს. ყარაბაღი გადაჭრა და ეხლა რუსეთი მისთვის აგერ დამდგარი რუსეთიდან არის კიდე საფრთხე რაღაცა თეორიულად მაინც შებრუნდეს ყარაბაღში თურქეთზე არის მიმული
ყველას გვაქვს ახლა საერთო ინტერესი ამ სამივეს, პლუს მეოთხე მოთამაშეს თურქეთს. და თურქეთთან ნატოს ევროკავშირსაც ინტერესი აქვს რაღაცეების. და რუსეთისთვისაც შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს რაღაცა ფორმულირება. იქნებ დავიწყოთ ფიქრი. ანუ ნატომ ჩაილურის წყალი დალია. ყოველ შემთხვევისათვის ნატო ახლა ჩაილურის წყალს დალევს, ჩემზე არ არის დამოკიდებული. ანუ გადმოსახედდა როგორც. ამ გადმოსახედიდან ხო, უკრაინას ეუბნებიან რომ ვერ გამორიცხულია თუ კი უკრაინა თვითონ ზელენსკიმაც თქვა, ხო, რომ თუ არ ვიღებთ ნატოში ხა ჯვარ ხო არა, მაგ დაწერილი არა, რაღაცა ახალ ფორმატზე მოვილაპარაკო. ეხლა ვინმეს წარმოუდგენია სერიოზულად, რომ აი ამ ომის ფონზე საქართველოს ნატოში მიიღონ 24 წელი არ ვიღებს. ჩვენ ვართ სხვადასხვა ისტორიაში ყველაზე მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმია რა, არავინ არ ყოფილა ესეთი, რომ რომელიმე საერთაშორისო გაერთიანებაში განაცხადი გაკეთებული იყოს 24 წელი არავის არ მიიღოს. ჩვენ ვართ ახლა ეგეთი ნატოსთან მიმართებაში. რომალა მაშინაც არარეალისტურად ვიმაშა და ამის გამო ლანძღეს 2006 წელს როდესაც თქვი რომ 2020 წელი დადგება და ნატოში არ ვიქნებით მეთქი. იმიტომ კი არა მე არ მინდოდა, იმიტომ რომ რეალობა იმისა იყო და მრავალი მერკელი ჩამოდიოდა გეუბნებოდა არა 4 ქვეყანა იცოდი რომ არა შენ მაინც იძახდი რომ აი აგერ მიდგომა იგი იყო რომ აბა რა ვქნა სხვა უსაფრთხოების ხობა არ არსებობს და ხო არსებობს უნდა ვიფიქროთ რა ოღონდ ერთ რამას უნდა გავარებოთ და ვინც ამას ლაპარაკობს იმიტომ რომ არ ლაპარაკობს რომ ეს მოღალატე არის და რუსეთის აგენტია ეს ხო საშინელი ნარატივია მეორე მხრიდან რაღაც აი ამის იქით გადახვალ მოდი ასე ვთქვათ რა მიშამ რაც ნარატივები შექმნა აი ამას გახვალ გარეთ და ეგრევე რუსეთის აგენტია შეიცვალა ვითარება საკმაოდ სერიოზულად შეიცვალა მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევები ამ რეგიონში ყველა კრიზისს ახლავს ერთი რამ კრიზისებმა პერსპექტივას ქმნიან ამ კრიზისებმა შექმნეს ახალი პერსპექტივა კავკასიის რეგიონში და მე ვფიქრობ რომ ამ მთავრობას უჭყვა ძალიან სერიოზულად ლაპარაკის დაწყება შეიძლება დღეს საფრანგეთთანაც, გერმანიასთანაც, სამივე ევროკავშირი თუ გახდა ახალი ასე ვთქვათ ფორმატის. აი, მაგრამ ევროკავშირთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს ამ ხელისუფლებას. ანუ ყველასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და რუსეთთან დალაგებული აქვს. რაში გამოიხატება? რუსეთიდან აქებენ მაინც. იქიდან ლანძღავენ, იქიდან აქებენ. მითხარით ერთი რამ დალაგება ურთიერთობის ნიშნავს მეგობრობას, დალაგება ურთიერთობის ნიშნავს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც მაქვს. ჩვენ ვართ უწი რუსეთი ცდილობდა ეს კონფლიქტების თემები გაეყინა და ახლა ჩვენ გავყინეთ ეს თემები. აი სააკაშვილის პერიოდის კრეტინობა რო ითქვა რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ და რუსებს უნდა ველაპარაკოთ. ჩავთვალეთ რომ ეს ხალხი თურმე იქ არ არსებობს და არ ცხოვრობს, ამას შვედივრად იყენებენ რუსები. რუსებს ჰქონდა ზუსტად ესეთი დამოკიდებულება, ქართველებს არ დაველაპარაკებთ. ჩვენ გვაქვს ახლა ესეთი, ხო? და აი აფხაზები ამაზე ბუნებრივი რეაქცია აქ არ გველაპარაკებთ, საერთოდ ადამიანებად არ ვცნობთ და საერთოდ მიგაჩნი ვარ თუ არ ვარსებობთ, ხო? ну რა ვიცი ეს პოლიტიკა გვაქვს დაჩემებული სააკაშვილის დროიდან, კაი არაფერი არ მოუტანია ამ პოლიტიკას, მაგრამ ეხლა თუ რამე დარეგულირდა, რა ხდება? ხო, არანაირად შეიძლება თუ უკრაინის კონფლიქტი რო გადაწყდება და იქ რაღაც უსაფრთხოების გარანტიებს ალბათ მიიღებს უკრაინა, აქ ჩვენც აღმოჩნდეთ ამ პაკეტში. ეს შესაძლებელია. საკუთარი ხელით ჩვენ რაღაცა ისა გვაქვს. ჩვენ თუ არ ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, ვიღაცა ახლა ყურებაში მოკიდებს ხელს და შეგვათრევს თუ როგორ წარმოგვიდგენია ეს ამბავი, რომ ჩვენ ხმა არ უნდა ამოვიყოთ ჩვენს ინტერესებზე. ანუ საქართველოს უნდა იჭყუბოს რუსებთან იმისათვის რომ ეს გივი რო არის რადიატორთან რო ბიჭიზის იმ ბიჭის ინტერესები დავიცვათო. ხარ გამოვა ეს სტრატეგიულად რასაც ამიტომ ამბობ რომ აი უსაფრთხოების კუთხით ეს პოზიცია შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს. ჩვენ რომ ვამბობდეთ რომ ეს ფორმატი არა, იმიტომ რომ ნატო ამ მდგომარეობაში ამერიკა შეხედეთ როგორ იქცევა და ჩვენ გამოვდიოდეთ ჩვენი ინიციატივებით რომ რეგიონალური უსაფრთხოება იქ ევროპასთან იგივე რუსეთს როგორ დაველაპარაკოთ ამ ცდილობდეთ რომ თქვა აი ეს სამი შეგვეკრა იმიტომ რომ სამს ახლა თუ კი შიგა კონფლიქტები არ არის სომხეთი აზერბაიჯანი საქართველოს შორის და აღართ აღარ არის საერთო უსაფრთხოების ინტერესი გაგვიჩნდა აქ
ვიწყებდე ლაპარაკს, ეჩავთ კიდე გასაგები იქნებოდა. მაგრამ ეს პოზიცია რომ იმას რასაც თავაზობდნენ, არ მაძლევდნენ, მაგრამ თავაზობდნენ, იმაზე ფაქტობრივად ვარ ვთქვი, არც არ ვაკეთებ იქ დაგუწყო ვიძახი, ეგ არ მინდა და საერთოდ არაფერს არ იძახი. რა გინდა, არ ჩანს ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რჩება უსაფრთხოების გოლგის გარეშე. ამ რეგიონში ეს არის სასიკვდილოდ საფრთხის ხონად. ანუ როცა ცდება ამბობს, რომ აი ზეიმობს დღეს აი ჩვენ მართლები ვიყავით რაღაც ახედ უკრაინას გაწირავენ და მე ხშირად ამას ვეკითხები ხოლმე რა გიხარიათ, იმიტომ ვეკითხები რომ კარგი და დღევანდელი დღით ხო არ ცხოვრობ მარტო, ხო? დღეს აღმოჩნდა რომ თხოვშად რომ წარმოვიდგინოთ რომ უკრაინა გაწირეს და რაღაცა ჩააბარეს რუსეთს, ეს ხო ნიშნავს რომ ჩვენს უგვაბარებენ რუსეთს. შალბაბოშვილი გამოვიდა და რაო, თქვენ ფიქრობთ რომ დასავლეთიო, ანუ ჩვენ მიგვატოვებს და ჩავაბარებსო, ანუ ეხლა თქვენ თუნდაც ფიქრობთ და დასავლეთზე, ანუ იმას გიტრიალებს. არა, ანუ იმაზე არიან მორგებული რაღაცა ერთი დღით, ერთი წუთით რაღაცა სიტყვაში მოიგონ და იმაზე რომ ხვალ ჩვენ თუ რუსეთი თუ დასავლეთი გავიდა რეგიონიდან და დაგვტოვა ჩვენ და უკრაინა რუსეთის პირისპირ, უკრაინას თუ ჩაყლაპავს რუსეთიდან მის ნახევარსმარის ჩაყლაპავს, მე თქვენი თქმის არ იყოს, მე ხო ჩვენ ჩავყლაპავ და მე რას ვაკეთებ? ეს კითხვა ხომ უნდა დავსვათ, მე რა ხდება? ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობ სტრატეგიულად ყველაზე საშიში დღეს საქართველოსთვის არის მარტო დარჩენა რუსეთთან. იმიტომ რომ ჩვენს რეგიონ, ანუ შუა აზიას კიდევ ჩინეთს აქ ხელი დადებული, ეხლა ჩინეთთან ომის დამწყები რუსეთი არ არის და შუა აზიაში უკვე იმდენი ჩინური ინვესტიცია ისეთი ჩინური ინტერესები აქვს, შუა აზიაში ვერ შევა. მოსაზღვრე სახელმწიფო აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას, უკრაინაში ომია, ბელორუსია მისია, რჩებით ჩვენ. ყველაზე ყველას ვიყავს ახავს პატრონი, ჩვენ გვტოვებს ეს ხელისუფლება აბსოლუტურად დაუცველად. თუ კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაიმე ინიციატივით თვითონ ჩვენ არ გამოვიდა. აფხაზებსაც და ოსებსაც კი ყავთ პატრონი რუსეთისა. ხო, იმ როლში რუსეთი თუ ჩვენ ნატოში არ ვიღებენ, ევროკავშირში არ შევდივართ, იმიტომ რომ რაღაცა deep state და global ომის პარტიას ვეძახით და ვაფუჭებთ ურთიერთობას. ხო, აი, რო რჩებით მარტო, რას ვაკეთებ? მაშინ გამოდის რომ რუსეთის მოკავშირე უნდა გავხდეთ, ხო? ეგ არის ერთ-ერთი გადარჩენა. არავინ არ იცის ეს ამბავი და მე არ ვერ ვხედავ ოცნებაში ხალხს, რომელიც დაჯდება და ამ თემებზე სერიოზულად დაიწყებს უჯრედულ საგარეო საქმეთა მინისტრი მაგალითად, ხო? სერიოზულად დაიწყებს ამის დათვლა. ისინი მიყვებიან დინებას. ამ ხელისუფლებას მე არ თვლი ამ ხელისუფლებას, რომ რუსეთის აგენტები არიან. ეს მიმაჩნია დიდ სისულელს და მორიგ შეცდომად ოპოზიციას. იმიტომ რომ მე ექსტრაპოლირება ხდება მე ამ შეხედულების იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ ხარს უჭერენ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამისათვის მისი პოლიტიკური ტექნოლოგია არის არა დემოკრატია, დემოკრატიის დროს თავისუფალი არჩევნები შეიძლება დაკარგო ხელისუფლება, არამედ არის ზუსტად ისეთი რეჟიმების გაკეთება, როგორც არის აზერბაიჯანი. ჩვენ ვაკეთებთ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ისეთი ლაითი შუააზიური რეჟიმების მსგავსი, ბევრად უფრო რბილი, ბევრად უფრო ევროპეიზირებული ავტოკრატია გააკეთოს. ოღონდ მთავარი საკითხი რომ ის ხელში ძალაუფლება იყოს, ეს შეინარჩუნოს. დასავლური სამყაროს წევრები არიან ასეთი ქვეყნები, მექსიკა, რომელშიც 80 წელი მმართველი პარტია და იაპონია, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთხელ გამოიცვალა მმართველი პარტია, სულ რამდენიმე თვით, ხო, სოციალისტები გახდნენ, ხო, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია არის, სულ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ ქვეყნებს არავინ არ უძახის დიქტატურას, ხო, ავტორიტარული სახელმწიფოები არიან, ხო, იაპონიაზე არავინ არ ამბობს, ხო, ამას. რაღაცა ასეთი მოდელი შექმნა უნდა თამაში. და ასეთი მოდელის პირობებში, რა თქმა უნდა, შენ უფრო ახლოს ჩდები რუსეთთან, ვიდრე დასავლურ სამყაროსთან. მე ვერ გაიგეს ამათ ერთი კაცო, ეს მოდელები შექმნილი არის მეორე მსოფლიო იაპონიის. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ცივი ომის დროს, აი ამ დაპირისპირების ეპოქაში შექმნილი მოდელები დღეს მსოფლიოში შეცვლილია. და დღეს ცოტა სხვა მოთხოვნებია. იმის დასავლეთ და დისტანცირების მიზეზი არის ის, რომ დასავლეთი ამათგან ითხოვს დემოკრატიას. და
ამათ ეჭყუპება რაღაცეებზე სამართლიანად რაღაცეებზე აი კი ბატონო მე ძალიან მაღიზიანებს რომ აქედან ჩადეს ვიღაცა და ნებისმიერ რეზოლუციაში საჭიროა თუ არა ტენიან მიხედავს სააკეთებს და მიმაჩნია ვინც ამას აკეთებს ის ხელისუფლების დისკუსია აცხავს რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ვიცი მაგრამ სტრატეგიულად ჯობ გადასაწყვეტება ცივილიზაციურად რომელი არჩევანი ხო აღმოსავლური დიქტატურები გვინდა თუ დასავლური დემოკრატია ოცნების მთელი პრობლემა არის იმაში რომ თვითონაც გაეხირა ამ საქმეში და ჩვენც გავხირა მთელი ქვეყანა გახდა მოკლედ რთულ ვითარებაში ვარ ნახავთ რა იქნება მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის